დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ჩვენს გონებაზე, რომელიც, როგორც ამბობენ, შედგება 3 ფენისგან. ეს არის ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. სანამ ჩვენი გონების განხილვაზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ეპიზოდში ძირითადი ნაწილი არის ჩემი აღქმები, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში ვფიქრობ მეცნიერებით დადასტურებულ ინფორმაციასთან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მეცნიერება ჯერ კიდევ არ არის თავდაჯერებული და ბოლომდე მისული ტვინის და გონების კვლევასთან დაკავშირებით, მივეცი თავს უფლება, რომ ჩემი ინტერპრეტაციები გამეზიარებინა, რაც მივიღე ცხოვრებისეული გამოცდილებით, ფიქრით, სხვადასხვა სულიერი პრაქტიკით, მედიტაციით, ლოცვით და ასე შემდეგ. მეცნიერება დღეს ადასტურებს, რომ ჩვენი გონება ნამდვილად შედგება 2 ფენისგან. ეს არის ცნობიერი და ზოგადად ყველაფერი დანარჩენი არაცნობიერი, ესე დავარქვათ. მაგრამ მეცნიერება, ნეირომეცნიერება ამ შემთხვევაში არ ადასტურებს, რომ არის 3 კატეგორია, რასაც გვეუბნებოდა მე-19 საუკუნის დასაწყისში ფროიდი და რეალურად შემდეგ ეს თეორია გამოიყენება მთელი საუკუნე და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მეცნიერი ფსიქოლოგი თუ პრაქტიკოსი ფსიქიატრი ამას მაინც იმეორებს, მაგრამ არ არის რეალური დასტური. ანუ დასტურდება, რომ გვაქვს ცნობიერი და ცნობიერის მიღმა მოქმედებები და ჩვევები და ინფორმაცია. მაგრამ ფროიდის თეორია ასეთია, რომ ჩვენ გვაქვს ცნობიერი, გვაქვს ქვეცნობიერი და არაცნობიერი. მე ვიზიარებ ფროიდის მიდგომას და მისი თანამედროვეების მიდგომასაც, რომლებიც დღეს თანამედროვე ფსიქოლოგიაში და ფსიქოანალიზში ჩვეულებრივ აღიარებენ ამას და თავიანთ პრაქტიკაში და თერაპიებში გამოიყენებენ შესაბამის, ესე ვთქვათ, მიდგომებს და ამ მიმართულებით მინდა წავიყვანო ეს ეპიზოდი. თუმცა ნეირომეცნიერება არ ამბობს, რომ ფროიდისეული განმარტება და თეორია არის ცთარი, უბრალოდ ყველაფერი, რაც არ არის დადასტურებული მეცნიერულად ითვლება, რომ არის ცთარი კი არა და რომ არ არსებობს. ამიტომ ვიდეოს დასაწყისშივე მინდოდა მეთქვა, რომ ეს ეპიზოდი იქნება არა მარტო მეცნიერების მტკიცებულებებზე დაფუძნებული, არამედ თეორიებზე, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული და საკუთარ ცოდნაზე და შინაგან რწმენაზე. ეხლა აქ დაინახავთ აისბერგს, რომელიც რეალურად არის მეტაფორა ჩვენი ცნობიერის, ქვეცნობიერის და არაცნობიერის, ის რაც არის წყლის ზემოთ არის ჩვენი ცნობიერი და რომელიც არის ძალიან პატარა ნაწილი მთელი ჩვენი გონების, თუმცა ცნობიერი არის ის, რაც ადამიანს გადაწყვეტილებებს აღებინებს, გეგმებს, ლოგიკურ აზროვნებაზე არის პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, ჩვენი პრაგმატული, ლოგიკური, ორგანიზებული გონების ნაწილი. და მას რაღაცნაირად კაპიტანსაც ეძახიან. რაც შეეხება ქვეცნობიერს, სიტყვიდანაც ჩანს, რომ არის რაღაც ცნობიერების ქვემოთ და არის უფრო ფართო და ქვეცნობიერი არის ის, რაშიც ინახება ჩვენი პროგრამები და რეალურად ჩვენს ჩვევებს და ქმედებებს ქვეცნობიერში არსებული პროგრამები განსაზღვრავენ და ხშირ შემთხვევაში ჩვენგან დამოუკიდებლად იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ცოდნა, რატომ მოვიქეცით ისე ან ასე, სანამ არ ჩავწვდებით ქვეცნობიერის არსს და იქ არსებულ პროგრამებს. რაც შეეხება არაცნობიერს, ის არის ყველაზე ფართო ნაწილი, თუმცა მე არ მგონია, რომ ის არის მხოლოდ ჩვენი არაცნობიერი, ანუ რაღაცნაირად არის
ცნობიერსა და ქვეცნობიერს მიღმა არსებული რაღაც და ჩემი წარმოდგენით არაცნობიერი არის საერთო. ანუ ადამიანებს შეიძლება ცხოველებსაც, მაგრამ ამის პრაქტიკა და ცოდნა ჯერ არ მაქვს, მაგრამ ადამიანებს ჩემი ცოდნით და რწმენით აქვთ საერთო არაცნობიერი, მაგრამ არაცნობიერის თემას მიუბრუნდები, ეს უბრალოდ მინდოდა რაღაცნაირად ამეხსნა რა თემებზე ვისაუბრებ და ეხლა ჩავშლი ცნობიერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს სამივე გონების, ესე ვთქვათ, ნაწილთან თუ ფენასთან რაღაცნაირი სინქრონიზებული, ჰარმონიული ურთიერთობა, რომ მან შეძლოს მისი სასურველი ცხოვრებით ცხოვრება. რადგან ცნობიერი, როგორც წესი, იღებს გადაწყვეტილებას, რომ მაგალითად უნდა მავნე ჩვევისგან განთავისუფლება. როგორიც არის სიგარეტის მოწევა და როცა ის იღებს ამ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, მალე უბრუნდება ისევ მოწევას. შეიძლება ერთი დღეც არ გაგრძელდეს, შეიძლება სხვა დაინახოს, რომ ეწევა რამდენიმე დღეში და ისევ მოწიოს და რატო ხდება ეს? ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ ნებისყოფა არ მეყო, რაღაც დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, თვითგვემაში გადადიან, თვითკრიტიკაში გადადიან და ესე ვთქვათ, თავს მაქსიმალურად პრესავენ იმის გამო, რომ არ ეყოთ მოტივაცია და ნებისყოფა. და ამ ადამიანებს თუ ესეთი არის ჩემი მაყურებელიც და ჩემ თავსაც ვეუბნები და ვახსენებ, ავიწყდებათ, რომ რეალურად ცნობიერს არ შეუძლია ჩვენი ძველი ჩვევებისგან გაგვანთავისუფლოს, ან ახალი კარგი ჩვევები შეგვძინოს, თუ ადამიანი არ ჩავიდა გონების სიღრმეებში და არ დაიწყო საკუთარი თავის დამუშავება და ინფორმაციის მიღება ქვეცნობიერიდან და შემდეგ უკვე დიდი მიზნებისთვის არაცნობიერიდანაც. ანუ მხოლოდ ცნობიერების დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ რაღაც კარგია და მოდი დავნერგავ ჩემს ცხოვრებაში, ან რაღაც ცუდია და მოდი ავიღებ, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ როგორც კი ნებისყოფა ამოგვეწურება და ნებისყოფა არის ამოწურვადი აუცილებლად, ან გარე მოტივაცია მოგბეზდება, ან აღარ გვაქვს ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, აღარ მოვწევდა რამე საჩუქარს ვაჩუქებ საკუთარ თავს, ან წავალ ისეთ სამსახურში, რომელიც არ მომწონს და კარგ ხელფას გადამიხდიან, ხო? რაღაც დრომდე გაგყვება, მაგრამ მერე ეს ყველაფერი ქრება და აზრს კარგავს, იმიტომ რომ ქვეცნობიერის დონეზე ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, ანუ რეალურად ქვეცნობიერი გრძელვადიანად შედეგების მიღწევაზე არ არის ეფექტური. მას სჭირდება ყოველთვის ქვეცნობიერის მხარდაჭერა და დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადად ცნობიერთან ერთად ვცხოვრობთ, ეს ჩვენი ფიქრები, გეგმები, ყველაფერი ცნობიერების ნაწილია და ყველაზე ახლოს ადამიანი თავის გონების, ესე ვთქვათ, ნაწილებიდან არის ცნობიერთან, რეალურად ის არის ყველაზე სუსტი. და ალბათ გაგიგიათ აი ძველი გამონათქვამები, რომ ადამიანი თავის გონების მარტო 5%-ს იყენებს, ან თავის ტვინის და წარმოიდგინეთ 95 რომ გამოიყენოს, რას იზამს. ამის ფორმულირება არ არის სწორი, ანუ რეალურად ჩვენ ესე არ არის, რომ ამდენ პროცენტს ვიყენებ თუ იმდენ პროცენტს ვიყენებ. აქ იგულისხმება, რომ ქვეცნობიერთან გვაქვს წყვეტა და აღარ გვაქვს კავშირი და მარტო ცნობიერით ვოპერირებთ და მართლაც მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ერთ წამში ჩვენ ცნობიერ გონებას შეუძლია 54 ბიტი ინფორმაციის დამუშავება, როცა არაქვეცნობიერს და არაცნობიერს ერთად შეუძლიათ 11 მილიონი ბიტის დამუშავება ერთ წამში, ანუ რამდენად ძლიერ, ესე ვთქვათ, გონების ნაწილს არ ვიყენებთ ყოველდღიურად და ვაძლევთ საშუალებას ჩვენ, ესე ვთქვათ, ძალიან მცირე შესაძლებლობას, რომ ჩვენ ცხოვრებაზე იყოს პასუხისმგებელი. აი ამას როგორც კი გავიაზრებთ, მივხვდებით რამხელა ძალა იმალება ჩვენში და რატო უნდა მივმართოთ ქვეცნობიერს იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება
განაცდეს ვიცხოვროთ ჩვენი შინაგანი ხმის შესაბამისად, ვიყოთ ბედნიერები და წარმატებულები, იმიტომ რომ ნამდვილად ყველა ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ ღირსეული, კარგი ცხოვრებით იცხოვროს. მაგალითად, ჩემზე ვილაპარაკოთ, რამდენჯერ ყოფილა, რომ გადამიწყვეტია ჯანსაღად კვება. ხანდახან ყოფილა, რომ 7 წელი გადაგმულად ერთი დღე არ მქონია ჩავარდნა, ანუ მქონდა ის კვება, როგორიც მე მინდოდა და ეხლა მაგალითად ან სხვა პერიოდებში ყოფილა, რომ ყოველ ორშაბათს ვიწყებ ჯანსაღ კვებას, ყოველ პირველ რიცხვში, 10 რიცხვში, თვის ბოლოს, მოკლედ რაღაც სხვადასხვა დღეები არის და ვერაფრით ვერ მივდივარ წინ, ანუ ვერ ვნერგავ ამ ჩვევას ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხვდები ეს გადაწყვეტილება ხდება ცნობიერის დონეზე და ჯერ ვერ შეაღწია ამ გადაწყვეტილებამ ჩემ ქვეცნობიერში, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. და ეხლა მოგიყვებით ქვეცნობიერი რას აკეთებს და საერთოდ რატო არის ესეთი რთული მასთან მუშაობა. ადამიანის ქვეცნობიერი ყალიბდება 7 წლამდე ასაკში. ანუ როდესაც ვართ ბავშვები, ანუ ძირითადი ჩვენი პროგრამები, თუ გინდათ ალგორითმი დაარქვით, თუ გინდა კოდი დაარქვით, იწერება ჩვენი დაბადებიდან 7 წლამდე ქვეცნობიერში. ამ დროს ჩვენ არ გვაქვს ფილტრის უნარი, არ ვიცით რა არის კარგი, რა არის ცუდი. ქვეცნობიერი რომ წარმოვიდგინოთ არის ღრუბელი, რომელიც იწოვს ნებისმიერ ინფორმაციას, რაც მას განმეორებითად ესმის ან ხედავს. თუ ადამიანი გაიზარდა ისეთ გარემოში, მაგალითად, ჩემ მაგალითს ვიტყვი, სადაც ეუბნებოდნენ ხუმრობით შეიძლება, სანამ ბავშვი იყო, მაგრამ არ დატოვა საჭმელი, თორემ მაღინჯი ქმარი გეყოლება. არ ვიცი ახლა ეს თქვენს ოჯახებშიც იყო თუ არა, მაგრამ ეს იყო. ან მაგალითად, ჭამე ბოლომდე, თორემ პოლიციელი მოვა, ან ისადილე, თორე გუდიანები წაგიყვანენ ღამე. ანუ აი ეს კოდები არის ჩემს ქვეცნობიერში. სანამ მე ამ კოდებს არ აღმოვაჩენ, აღმოჩენაში გულისხმობთ, რომ თუ კიდე რამე არის და არ აღმოვაჩენ და არ დავამუშავებ, არ გავუშვებ ამას და არ წავშლი, ისინი იქნებიან ჩემს გონებაში და ზემოდან ძალიან გამიჭირდება ახალი პროგრამის დაშენება. აი, რომ წარმოიდგინოთ, პროსტორად, ჩემი წარმოდგენით, არავის არ ვითქვამ, სხვა შორის მე ვნახავ ერთი ვინმე თუ მეთანხმება დავსერჩავ. ჩემი აღქმით ქვეცნობიერში პროგრამები იყოფა კატეგორიებად. მაგალითად არის ურთიერთობების კატეგორია, სადაც რაც ჩვენს ოჯახში ხდება, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ყველაფერი იწერება და მე რო ვიზრდებით, ეს ჩვენს ურთიერთობებზე აისახება. არის ჯანსაღი ცხოვრების წესის კატეგორია. თუ შენს ბავშვობაში შენ გარშემო არავინ არ ვარჯიშობდა, ქონდეთ კვებითი აშლილობა, ან არ ქონდეთ კვებითი აშლილობა, უბრალოდ ზოგადად ჯანსაღი კვების კონცეფცია არ არსებობდა, ან ალკოჰოლს სვამდნენ, არ ვიცი, ზოგადად ცუდი ჩვევები ქონდა, ჯანსაღი კვების პროგრამები შენ გექნება უხარისხო, ჩამორჩენილი, ცუდი, ანუ სიჯანსაღისგან და თანამედროვე ადამიანის საჭიროებისგან ძალიან შორს. ასევე არის მეგობრების კატეგორია, ასევე არის ფინანსების, კარიერის, მოკლედ ჩვენი ცხოვრების ასპექტები არის დაყოფილი კატეგორიებად. მაგალითად, მე შეიძლება ძალიან კარგი პროგრამები მაქვს ფინანსების და კარიერის მხრივ, იმიტომ რომ სულ კარგი რაღაცაები მესმოდა განათლებაზე, კითხვაზე, კარიერაზე, წარმატებაზე, ფინანსებზე და აქ ბავშვობიდანვე ჩაიდო ძალიან კარგი პროგრამები, მაგრამ კვებასთან დაკავშირებით არ ჩადებულა კარგი პროგრამები და აქედან გამომდინარე, ჩემი ცხოვრებაც ეგრე აეწყო, როგორც ჩემი ქვეცნობიერის მიერ დალაგებული, ესე ვთქვათ,
პროგრამები, რა ნაწილშიც მქონდა ჯანსაღი, კარგი პროგრამები, იმ ნაწილში ძალიან განვითარდი და არ მქონია ესე ვთქვათ ქაოსი და არ დამჭირვებია ნებისყოფა და პირველი რიცხვის ლოდინი და არ ვიცი რაღაცა გარეგანი მოტივატორები და საკუთარი თავის დასტრესვა და დაპრესვა, მაგრამ იმ ნაწილში, სადაც ჩემში არის ესე ვთქვათ, დრო მოჭმული და არა ჯანსაღი კოდები, დამჭირდა ძალიან დიდი მუშაობა და შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა პროგრამა, რომელიც ჩემში იყო ესეთი ცუდი ან მავნეჩვეობის ყველაფერზე ვიმუშავე, ამოვიღე და ჩავწერე ახალი პროგრამები, რომელიც ძალიან კარგად აისახა ჩემს ცხოვრებაზე და ის, რომ მაგალითად მე ეხლა საჯაროდ გამოვდივარ და ვიდეოს ვწერ, იყო ჩემი ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, დიდი გამოწვევა და ეგეც დავამუშავე, მაგრამ ვიტყოდი, რომ დამრჩა დასამუშავებელი ჯანსაღი კვების პროგრამა და ვარჯიშის პროგრამა. მიჭირს სისტემატიურობა, თეორიული ცოდნა დიდი მაქვს, პრაქტიკული გამოცდილებაც ნამდვილად მაქვს ორივე მიმართულებით, მაგრამ მიჭირს შენარჩუნება და სისტემატიურობა და აი სულ ვიქექები ამ ქვეცნობიერში. სხვადასხვა პრაქტიკით, მათ შორის წერით, ლოცვით, მედიტაციით, საკუთარი ინტუიციის მოსმენით და სულ ვცდილობ დავიჭირო ჩემს თავში, აი რა არის კიდე და სიმართლე რო გითხრათ, ეხლა როდესაც ვწერდი ჩემს აზრებს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, მაშინ ამომივიდა ეს სამი წინადადება გუდიანა წაგიყვანს, პოლიციელი მოვა, თუ ბოლომდე არ შეჭამ, მახინჯი ქმარი გეყოლება. აი და გამეცინა, რომ კიდე კარგი ის მაქვს, რა ქვია, კვებასთან დაკავშირებული ჩვევები, როცა მთელი ბავშვობა ეს წინადადებები მესმოდა. აქედან გამომდინარე 7 წლამდე თუ ჩვენში ჩაიწერა ჩვენთვის მიუღებელი და არასწორი პროგრამები, ქვეცნობიერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს შევცვალოთ და ეს არის ძალიან მაგარი. ანუ არ ვარ დაბადებული იმისთვის, რომ ერთი და იგივე წრეზე ვიტრიალოთ და ერთი და იგივე პრობლემა გქონდეს სულ. თავარი არის გავიაზროთ, რომ ეს არის ჩვენი პროგრამა. პროგრამა, რომელიც ჩვენი გარემოდან, კულტურიდან, ოჯახიდან არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ მოხვდა ჩვენს თავში და არის, ესე ვთქვათ, ჩვენი გონების მეორე ფენაში დალექილი და შესაბამისად ცნობიერი ვერაფერს ვერ უშვება ამას. აი, იმიტომ რომ ზედაპირული მოქმედება აქვს ცნობიერს და რეალურად იმისთვის, რომ შენ ეს ჩვევები ამოიტანო რეალურ ცხოვრებაში, აი ესე ბოლომდე უნდა ჩახვიდე, ანუ უნდა გასცდე შენს ცნობიერებას საერთოდ და სამივე ფენისგან მიიღო ერთი და იგივე სინქრონიზებული გადაწყვეტილება და შესაბამისად მოქმედება. როგორ შევცვალე ჩემი სხვა პროგრამები, ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტული იყო ძილის მოწესრიგება, იმიტომ რომ ძალიან არეული ძილი მქონდა, მეძინა 8 საათი, მაგრამ ღამის 2-დან დილის 10-მდე და ეს ჩემს ჯანმრთელობაზე, ხასიათზე, ბევრ რაღაცაზე, ეფექტურობაზე ცუდად აისახებოდა, ეს მოვაწესრიგე. აღარ ვსვამ ყავას, დიდი მსმელი არ ვიყავი, მაგრამ ზოგადად კოფეინიას არაფერს აღარ ვსვამ. ეს მგონია ჩემში ცოტა გვიან ჩაწერილი პროგრამა იყო, მაგრამ ამოვიღე. ასევე ვიყავი სოციალური მწეველი, არ ვიყავი სისტემატიური მწეველი, მაგრამ ხანდახან შეიძლება 1-2 ღერი მომეწია და ალკოჰოლზე ვთქვი, საერთოდ თლიანად უარი. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი მიღწევა არის და მგონია, რომ ფიზიკურ აქტივობასაც და ჯანსაღი კვების რეჟიმსაც ჩემს ცხოვრებაში იგივე წარმატებით დავნერგავ, უბრალოდ ჯერ რაღაცნაირად აი ესენი იყო უფრო მნიშვნელოვანი და ეხლა მოვიდა ამ ორი ჯერის და კი ხარ ჩემი არხის მაყურებლები და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს დავინახავთ ყველა ერთად. მოკლედ, ქვეცნობიერი როგორ დავამუშავე და იყო
გააზრება, რომ ეს მეს შემცხოვრებაში აღარ მინდა, რატო არ მინდა და ნეტა საიდან მოდის. და ყველა ჩვევას ჩაუღრმავდი, ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა, თუ სკოლაში იყო, თუ ინსტიტუტში იყო, ადრეული იყო, გვიანი იყო, გავიხსენე ადამიანების მიდგომები, რჩევები, როგორ იქცეოდნენ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაღაცნაირად დისტანცირდი ამ ყველაფრისგან, ანუ დავიწყე წერა. ამ საკითხებზე დავიწყე კითხვა რამდენად ცუდია, მოსმენა რამდენად ცუდია და მთელი ჩემი ცნობიერება მივმართე იქითკენ, რომ დამერწმუნებულინე საკუთარი თავი, რომ შენ უნდა იპოვნო საიდანღაც ძალა, იმიტომ რომ შენ გინდა დიდხანს დღეგრძელი, ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრება, რომ ეს მავნე ჩვევები, ესე ვთქვათ, გადააგდო თუ მოიშორო. და ნამდვილად, მანდ დავიჯერე სიმართლე რო გითხრათ, მანიფესტაციის და მაგიტო ჩავწერე იმდენი ვიდეო ვიზუალიზაციაზე, წერაზე, ჟურნალინგზე, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, რომ ჩემმა ცნობიერმა მოქმედებაზე კი არა იყო პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღებაზე, ანუ ჩემმა ცნობიერმა დაჟინებით მოითხოვა და ჩემს ქვეცნობიერს დააჯერა ნიშნულობა, ესე ვთქვათ, დააჯერა, რომ ამ ადამიანს ამ ყველაფრის წაშლა უნდა და უნდა დავეხმაროთ ყველა ერთად, გულისხმობ სამივე ფენა. და ნამდვილად დამეხმარა და ეტაპობრივადაც არ ვიტყვი, მკაფიოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი იმ მავნე ჩვევებთან მიმართებაში, რაც მე რამდენიმე წუთის წინ მოგიყავით. ქვეცნობიერის დასამუშავებლად შეგიძლიათ ნებისმიერი პრაქტიკა გამოიყენოთ, რაც ჩემს წინა ვიდეოებშია, რასაც ინტერნეტში იპოვნით, ლოცვა, სეირნობა, ფიქრი, კონცენტრირებული სივრცეში ყოფნა, ანუ აწმყოთი ცხოვრება, მედიტაციები, ვარჯიში, თერაპია, ბგერითი თერაპია, ფსიქოლოგთან კონსულტაცია, ნებისმიერი რამ, რაც დაგეხმარებათ. არ თერაპია, ნევროგრაფიკა, ანუ მე არაფერს არ გავუწევ ესე კონკრეტულ მაგალითს, იმიტომ რომ მე დამეხმარა ფიქრი, წერა, კითხვა, ეს სამი რაღაც დამეხმარა და შევძელი საკუთარი ქვეცნობიერის გადაპროგრამირება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენთანაც მაინც ეს ფორმულა იმუშავებს და ზოგადად ეს არ არის ფორმულა. იმის მიხედვით, ვის რა გიყვართ, რა განიჭებთ სიამოვნებას, რა გამოგდით მარტივად, რომ შეინარჩუნოთ და ხშირად აკეთოთ, მაგ მეთოდებით იმუშავეთ თქვენს ქვეცნობიერზე. არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროგრამა და მავნე ჩვევა ერთდროულად წაიშალოს, ეს ძალიან რთულია. ისე წერტილოვანი დარტყმები მიაყენეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ასპექტში, რა კატეგორიაც დევს ქვეცნობიერში, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას და იცხოვრებთ ისეთი ცხოვრებით, როგორითაც გინდათ. რა არის არაცნობიერი? ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი, ესე ვთქვათ, გონების ნაწილი, თუ ფენა, რაზეც მინდა რომ ვილაპარაკო და აქვე ვიტყვი, რომ ეს არის მთლიანად ჩემი სუბიექტური აღქმები, ამიტომ იმის მიმღებლობა, რომ თქვენ არ მეთანხმებით ან იზიარებთ რაღაც ნაწილს და სხვა ნაწილზე სხვანაირი აზრი გაქვთ, ძალიან დიდი მაქვს, ძალიან გამიხარდება თუ გამიზიარებთ თქვენს აღქმებს, რამდენად ემთხვევა ჩემი აღქმა თქვენს არაცნობიერის აღქმას. ზოგადად სიტყვა არაცნობიერიც ქართულ სიტყვაზე რო ვისაუბროთ, ნიშნავს, რომ ეს არის ცნობიერების მიღმა, ანუ არ არის ცნობიერი, უფრო დიდია ვიდრე ცნობიერი და თუნდაც ის, ესე ვთქვათ, აისბერგის მოდელი, რომელიც არის ცნობიერი, ქვეცნობიერი, არაცნობიერის ნაწილში მე არ ვეთანხმები. მგონია, რომ არაცნობიერი არის საერთო გონი, ანუ ყველა ადამიანის საერთო ინფორმაციული ველი, სადაც ყველას გვაქვს ერთნაირი ბაზა, ერთნაირი ფუნდამენტი,
ანუ ერთი წყაროდან მოვდივართ და მერე ეს წყარო გვავიწყდება. და ჩემი პრაქტიკა თუ ესე ვთქვათ, გაცნობიერება არაცნობიერის არსებობის საკმაოდ პატარა ასაკიდან დაიწყო, რა თქმა უნდა, მაშინ ვერ ხვდებოდი ამას, მაგრამ უკვე რომ ესე ვთქვათ, რაღაც ფაქტებს ვადარებ, ვაერთებ და ხვდები, რომ ეს ყველაფერი იყო მინიშნებები, უბრალოდ ასაკის გამო ვერ ხვდებოდი. მოკლედ სკოლამდელი ასაკის ვიყავი ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ჩემი ძმა არ იყო ჯერ დაბადებული და 6 წლით უფროსი ვარ მასზე. ბებია ბაბუასთან ვიყავი სახლში და იყო ზაფხული ძალიან ცხელოდა, ეს მახსოვს, ბებია ჩემმა დამაძინა და ძილში გამეღვიძა, ოღონდ გამეღვიძა სხეულს არა. ანუ ჩემს სხეულს ვუყურებდი ზემოდან და ვიყავი უფორმო, უწონო, ჰაეროვანი რაღაცა მასა, ვაკვირდებოდი ჩემს თავს, თან ვგრძნობდი, რომ ყველაფრის ნაწილი ვიყავი და თან არაფერი. აი ესე აღვწერ ახლა ამ ჩემს სიზმარს თუ ძილის გამოცდილებას და შემეშინდა და სასწრაფოდ დავბრუნდი სხეულში. არ მახსოვს ახლა ეს სიმართლე რო გითხრათ, ვინმეს მოუყევი თუ არა, მაშინ რომც მომეყოლა, მეტყოდნა რომ წყალს გაატანეო. ამის მერე გავიდა ბევრი წელი, კოვიდი იწყებოდა, ანუ სხვა ქვეყნებში უკვე იყო კოვიდი, საქართველოში არ იყო ჯერ პანდემიად გამოცხადებული და რაღაც მაგ პერიოდში დამესიზმრა, რომ ვიყავი ისევ ესეთი უფორმო, რაღაცნაირი ჰაეროვანი წონის გარეშე, მასა თუ როგორ აი ღრუბელი, ცისფერ მწვანე ფერებში, რომელიც იყო დედამიწაზე გარშემორტყმული, დედამიწას ეხუტებოდა ამ თავისი ჰაერით, ესე ვთქვათ, თუ მასით, თუ უმასოდ და ძალიან დიდ სიყვარულს უზიარებდა, ზრუნავდა და იგივეს იღებდა დედამიწისგან და სხვათა შორის Reverse Mondays ლოგოს YouTube-ზეც და Instagram-ზეც თუ დააკვირდებით, აი აქ ვიდეოში კიდევ ერთხელ ჩავსვამ, არის მეტაფორა ამ ჩემი სიზმრის, როგორ დავინახე მე ჩემი თავი და რაღაცნაირად აი მაგ სიზმარმა გამახსენა ბავშვობის სიზმარი და სიზმარი თუ ძილის გამოცდილება და აი რომ გავიღვიძა, მივხვდი, რომ ისე მინდოდა მეცხოვრა, რომ ამ შეგრძნებასთან ყოფილიყავი მინიმუმ ახლოს, იმიტომ რომ ეს შეგრძნება იყო უპირობო, დიდი სიყვარული, სიმთელე და შეგრძნება, რომ შენ ხარ სამყარო, ან სამყაროს ნაწილი ხარ, ან შენ ხარ სამყარო, რაღაც ესეთი. ზუსტად ეხლაც ვერ ახვსნი. და აი ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი ეს ფიქრი, რომ აღარ მინდა კორპორატიულ სამყაროში მუშაობა, მინდა სასარგებლო საქმიანობა ვაკეთო და ნუ გავიდა წლები ისევ ესე, უკვე პანამაში ვცხოვრობდით, სანამ ამ YouTube-ის არხს დავიწყებდით. ახალ სახლში გადმოვდიოდით ამ წლის მაისში, მაისის დასაწყისი იყო და მაგ დროს დაწყებული მქონდა კონკრეტული მედიტაციის მიმდინარეობა, რასაც ქვია mindfulness based stress reduction მედიტაციები, მოკლედ და 8 კვირა ამას ვაპრაქტიკებდი და მახსოვს ერთ-ერთი მედიტაციის დასრულებისას რომ მოვჩი მედიტაციას, მე ფანჯრიდან გავიხედე, საღამო იყო და ზოგიერთ კორპუსში იყო შუქი ანთებული, ზოგში ჩამქრალი და აი ვიგრძენი, რომ ეს შენობებიც მიყვარს, ამ შენობებში მაცხოვრებელი ჩემთვის უცნობი ადამიანებიც, იქით რო რაღაც შუქი ანათებს, აი იქაურობაც მიყვარს, ზეცაც მიყვარს და ისევ მოვიდა ჩემთან ეგ შეგრძნება ერთიანობის და სამყაროს შეგრძნების, რაც ჩემთვის არის არაცნობიერის ველში გადასვლა. მაშინ როცა გვიწევს რეალურად და ესე ვთქვათ, თან ცნობიერიც მუშაობს.
და ამის მერე რა თქმა უნდა გამიღვივდა ეგ შეგრძნება. ეგ იყო ჩემთვის ძალიან დიდი ხელისკვრა რომ დამეწყო YouTube-ის არხი, ჩამებარებინა Lumia-ში coaching-ის სასწავლებლად და ესე ვთქვათ რეალურად მივყოლოდი იმ ჩემს შინაგან ხმას, რაც მე სულ მეუბნებოდა, რომ ძალიან მინდოდა ადამიანების დახმარება და რაღაცნაირად აი მაგ შეგრძნების მერე კულმინაციის მომენტი იყო და უკვე ძალიან სწრაფი ნაბიჯებით წავედი, ისეთი სწრაფი ნაბიჯებით, რომ მაგალითად ერთი ვიდეო არ მოკმაყოფილებს YouTube-ზე, ორი მინდა უკვე არ ვიცი, ორ კვირაში 60 ადამიანს ვესაუბრე უფასო coaching-ის საათების ნაწილში და ძალიან ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით და ყველა ზარი, ყველა ადამიანის გაცნობა მაბრუნებს აი იმ შეგრძნებასთან, რომ გადავდივარ იქ, რომ აი არაცნობიერში მე რაც მჭირდებოდა და გადავწყვიტე, რომ ჩემია, იმას ვაკეთებ. და ზოგადად აი ამ ყველაფერმა დამაფიქრა მერე რა არის ჩვენი არაცნობიერი? ჩვენი არაცნობიერი არის ის, რასაც ვეძახით ინტუიციას, არქეტიპები, ესე ვთქვათ, რაღაცა ჩვენი ემოციები, რომელიც უნდა დაგვემუშავებინა და არ დავამუშავეთ და ცნობიერიდან ქვეცნობიერში ჩავაგორეთ, ქვეცნობიერიდან არაცნობიერში ჩავაგროვეთ, ანუ რეალურად აი რაღაცნაირად არის ყველაფრის ფუნდამენტი და საძირკველი და ძალიან თხილად უნდა ვიყოთ რა არ ვიღებთ ცხოვრებაში, რისი მიმღებლობა არ გვაქვს, მაგრამ როგორც წესი ეგ ყველაფერი გადადის არაცნობიერში. და არაცნობიერში ყოფნა თუნდაც წამიერი ნამდვილად ადასტურებს იმ ფაქტს და არც ერთი კითხვა ადამიანს აღარ დაებადება, ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს, ერთია თუ ყველა რელიგიას თავისი ღმერთი ყავს. ღმერთი არის ერთი, ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის ადამიანების ერთობა სულიერი, ის არის ჩვენში, ჩვენ ვართ მასში, როგორც გვინდა ისე განვმარტოთ, მაგრამ არაცნობიერთან შეხებამ მომიტანა ღმერთის უპირობო რწმენა. მანამდე თუ ჩემი რწმენა იყო უფრო აღზრდიდან, კულტურიდან, ჩვევებიდან, წიგნებიდან გამომდინარე, ეხლა ეგ ყველაფერი არ მჭირდება, ესე ვთქვათ, გადავდე და აი შიგნით, არ ვიცი როგორ ავწერო, შიგნით ყოველდღე და ყოველ წამს ვგრძნობ, რომ ის არის და მე მასთან ერთად ვარ და ამან მომიტანა ძალიან დიდი სიმშვიდე. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ წამს და ყოველ წუთს ესე მშვიდად ვატარებ, მაქვს რა თქმა უნდა ამოვარდნებსაც არ დავარქმევ. ცხოვრობ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, მაგრამ არის ის წამიერი მომენტები, როცა მე მახსენდება ის რომ ვარ საყაროს ნაწილი და ეს ძალიან დიდი ზურგის შეგრძნებას მაძლევს და სხვათა შორის აქ ძალიან მინდოდა მომეყვანა ხელოვნური ინტელექტის მეტაფორა. ორი, ესე ვთქვათ, ნათლია, ვინც მოიხსენიება ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდ მოღვაწეებად, ესე რომ დავარქვათ, გვეუბნებიან, რომ ხელოვნურ ინტელექტს მაშინ შეეძლება ადამიანის ყველაფერში ჩანაცვლება, როცა ის მიაღწევს singularity, singular minds, ანუ ერთიან გონს. ანუ როცა ყველაფერი, რაც სამყაროში იქნება გაერთიანებული ერთი გონის ქვეშ, რომელიც იქნება კომპიუტერი. და რეალურად მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მუშაობის მოდელი, ხო? ანუ სიტყვაც გვეუბნება ინტელექტი აქვს ჩვენგან აღებული ხელოვნური. ანუ ჩვენი იმიტაცია, ჩვენი ტვინის მუშაობის, ჩვენი გონების მუშაობის იმიტაცია და იქაც
ანუ გეგმავენ რომ 2045 წლამდე მიაღწევენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ვერ მიაღწევს ხელოვნური ინტელექტი საერთო გონს და სულს. შეიძლება მიმიკა გააკეთოს, ემპათიის, შეიძლება სიყვარულის, სიძულვილის, ოღონდ ეს ყველაფერი იქნება მიმიკა და არ იქნება სული, იმიტომ რომ მარტო ცოცხალ არსებას აქვს უნარი, რომ იყოს საერთო კოლექტიური ცნობიერის ნაწილი. მარტო სულიერ არსებას აქვს წვდომა, ჩემი აზრით, საერთო არაცნობიერებაზე, რაც არის კოლექტიური აზროვნება, კოლექტიური გონი. ჩვენ გონია, რომ ვიბადებით და მუცელში ყოფნისას რაც ხდებოდა ეგენი ცოტა გვახსოვს დალექილია და მერე რომ გავჩნდებით მაქედან მოყოლებული, ესე ვთქვათ, იწყება ჩვენი ისტორია და ეს ასე არ არის. ჩვენ უკვე ვიბადებით არაცნობიერში არსებული ყველა ინფორმაციით, რაც აერთიანებს ადამიანების ისტორიას, ადამიანების არსებობამდე ისტორიას აფრიკაში, ისტორიას აზიაში, ყველა პოლუსზე, ყველა ამინჩი, ყველა ჩვენს თვისებას, ჩვენ ვიბადებით ყველა თვისებით. რაც არ უნდა ეს მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, ჩვენში არის ყველა თვისება, რაც სხვა ადამიანში არ მოგწონს, უბრალოდ ვიღაცაებს გამოდით დათრგუნვა, ვიღაცაებს არ გამოდით დათრგუნვა, ვიღაცამ მატერიალურ წარმატებას მიაღწია და ამიტომ თავისი საუკეთესო ვარიანტი გახდა. ისე აღარ იქცევა, როგორც გაჭირვებაში იქცევა და ან პირიქით, ჩვენში არის ყველა ადამიანის ისტორია, ყველა ცუდი რაც გაუკეთებია, ყველა კარგი რაც გაუკეთებია, ანუ ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს და მაგიტომაც არის, რომ მაგალითად რაღაცეების მიმართ ავტომატურად ემპათიურები ვართ. აი შეიძლება საერთოდ უცნობი ადამიანის შესახებ შეგხვდეს პოსტი და ისე მოგინდეს დახმარება, რომ მთელი რესურსი მისკენ მიმართო. იმიტომ რომ ემპათია არის ჩვენი არაცნობიერის შედეგი და რაც უფრო ჩვენს არაცნობიერს დაუკავშირდებით, მით უფრო ემპათიურები ვიქნებით. მე კიდევ ძალიან დამეხმარა არაცნობიერთან კავშირი იმაში, რომ მქონოდა აბსოლუტური მიმღებლობა და პატიება საკუთარი თავის მიმართ და ყველას მიმართ. მე ვაპატიე ყველაფერი ჩემ თავს, რაც გავუკეთე, ცუდი და დავაზიანე, ასევე ვაპატიე ყველაფერი ჩემ თავს, რითიც სხვები დავაზიანე და ვაპატიე იმ ადამიანებსაც, რომლებმაც მე დამაზიანეს, იმიტომ რომ დავინახე მათი ტკივილი, ვიცი რომ დღეს სხვა გამოსავალი არ ქონდათ, მეც არ მქონდა სხვა გამოსავალი, ყველა დავიბადეთ ჩვენი წინაპრებიდან წამოსული, ესე ვთქვათ, ინფორმაციით, განცდებით, ტრამვებით, ხო, უფრო გაფილტრულეთ წესით, რაც უფრო ახალი თაობა იბადება, მეტნაკლებად, ნაკლები ტრამვები მოყვებათ, იმიტომ რომ სადღაც თავის, ესე ვთქვათ, გენეალოგიურ შტოში წყდება ესა თუ ის ტრამვა, მაგალითად, მოძალადე მშობლების შვილი შეიძლება აღარ იყოს თვითონ მოძალადე, ან იყოს და მერე მაგის შვილი აღარ იყოს და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე მივხვდი, რომ გულის სიღრმეში, სულის სიღრმეში ყველა ადამიანი არის კარგი. არაცნობიერის დონეზე არავის არ უნდა რომ იყოს ცუდი, უბრალოდ დაკარგულია გზა და ხიდი ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის, შესაბამისად ქვეცნობიერსა და არაცნობიერს შორის და ადამიანები არიან ისეთები, როგორც არიან. არა იმიტომ, რომ სიღრმეში არიან ეგეთები, არამედ იმიტომ, რომ ცნობიერი მართავთ მათ. და რა ემართება ადამიანს, როცა მარტო ცნობიერის მართლობაშია მისი ცხოვრება, ეს ძალიან ბევრ ცალკე ვიდეოს
იმსახურებს და სხვათა შორის ახლა ბაგავად გიტას ვკითხულობ და ძალიან საინტერესო არის იმ ნაწილში თუ რატომ არ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ცნობიერით. რეალურად ჩვენ ცნობიერი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ იმან მიიღოს საჩვენოდ და სასხვისოდ კარგი გადაწყვეტილებები და დაგვარწმუნოს და ცნობიერის ისეთი უნარები გამოვიყენოთ, როგორიც არის წერა, კითხვა, მოსმენა, ხატვა, ესეთი რაღაცაები, რომ დავიჯეროთ გადაწყვეტილების მნიშვნელობა, ეს მნიშვნელობა ჩავიტანოთ ქვეცნობიერამდე, მერე ქვეცნობიერიდან არაცნობიერამდე და ესე ვთქვათ, სამყარო გაერთიანდეს ჩვენთან ერთად, ჩვენი მიზნისთვის და რაღაცნაირად შენს ნაკადში რო იყო. აი რო იძახიან, რომ ადამიანი თავის ნაკადშია, flow-შია, ხო, რას ნიშნავს, რომ ის მდინარის საწინააღმდეგოდ კი არ ცურავს, ან ესე ვთქვათ, ხო, მდინარის საწინააღმდეგოდ კი არ ცურავს და ეჯახება ამ ტალღებს და ქვევს. არა, არამედ ერთად მიდიან, ერთი ტემპით და ყველაფერი, რაც გზად შემოხვდება, არის თავისთვის კარგი და შეუძლია რომ გამოიყენოს რეალურად იმისთვის, რომ წავიდეს კარგად და ამაში მდინარე, ანუ სამყარო ძალიან ხელს უწყობს. რეალურად ჩვენი არაცნობიერი, ანუ სამყარო არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ქვეცნობიერი წარმოვიდგინოთ, რომ არის ინსტრუმენტი, აი მაგალითად ნავი ამ მდინარეზე და კაპიტანი არის ცნობიერი. აი ზუსტად მაგნაწილში აქვს ჩემს ფიქრებს და აი ახლა რომ ვლაპარაკობ ამ ცნობიერს პასუხისმგებლობა, ანუ მეს, ანუ ჩემს ეგოს, რომ მიმაღებინოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩემს ნაკადში ჩამსვამს და ქვეცნობიერს და არაქეცნობიერს სინქრონულად, ესე ვთქვათ, ამოძრავებს ჩემს ნაკადთან ერთად, ჩემი ნაკადის სასარგებლოდ. რაღაცა შეიძლება ჯობდა, რომ ეს ეპიზოდი უფრო მეტად მეცნიერების აზრზე დამეფუძნებინა, რაღაც ძალიან, არ ვიცი, შეიძლება გაუგებრად ვლაპარაკობ, მაგრამ რეალურად ამ ყველაფრის თქმა ძალიან მინდა და იმიტომ რომ მართლა ვიგრძენი ეს ყველაფერი და დავიჯერე ამ ყველაფრის და შეიძლება ერთი ადამიანი მაინც იყოს ამ გზაზე, რომელ გზასაც მე გავდივარ, ან ეხლა იწყებდეს და რაღაცნაირად მისთვის ეს ეპიზოდი მინიშნება იყოს, რომ კარგ გზაზეა და ის აუცილებლად ჩაჯდება თავის ნაკადში და სამივე ფენა გონების იმუშავებს მის სასარგებლოდ. სულ ეს არის ალბათ დღევანდელ ეპიზოდში, რისი თქმაც მინდოდა. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ნახეთ ეს ვიდეო და დროებით.